გამარჯობა, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. დღეს მინდა ვისაუბროთ ქართულ დიასპორებზე, რომლებიც გაშლილია თელ მსოფლიოში. და მინდა ემიგრაციაზეც ვისაუბროთ, ეს სხვადასხვა გაგებაა, თუმცა ძალიან ნათესაური და საკითხის გასამარტავად ეთერში მოვიწვიე დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი გელა დუმბაძე. დიდი მადლობა. და გეუბნები არაფორმალურ მადლობას, ვიცი რა დაკავებული ხარ და ვიცი რომ სულ ჰაერში ხარ და სულ დაფრინავ და სულ ქართველებთან ხარ, თუ კი სადმე ქართველი ჭაჭანებს დედამიწის ზურგზე. ეს არის ძალიან კარგი. ასეთი სანამ შეკითხვას დაგისვამდი, მოდი ერთ პატარა განმარტებას გავაკეთებ, რატომ? რამ მაიძულა რომ განმარტება გავაკეთო? გუში რაღაც ეთერში მოვყარი ყური რომ რაღაც ამ ის რა ქვია, გმირებს არ დავასახელებ გადაცემის, მაგრამ რომ რაღაც ტერმინები აირია, იცი, განმარტებული არ არის თითქოს ტერმინი რა არის ემიგრაცია და ასე შემდეგ და მე მაინც მათთვის და არავინ არ მიიღო შეურაცხყოფად, ესე იგი პატარა ინფორმაციას გავაკეთებ ამ შესახებ, ვინც არ იცის და ვისაც ამასთან საქმე არასდროს არ ქონია. ემიგრაცია არის დაკავშირებული სიტყვასთან მიგრაციასთან, მიგრაცია, ანუ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე. ემიგრანტია ის, ვინც გადის ქვეყნიდან, იმიგრანტია, ვინც შემოდის ქვეყანაში, გარდა ამისა არ შეიძლება, ესე იგი ექსპატრიატი, ანუ ჯერ არის მიგრანტით იწყება. მერე ის გადაიქცევა ემიგრანტად. მერე გადაიქცევა ექსპატრიატად. სამშობლოში თუ დაბრუნდება, იქნება რეპატრიანტი. ახლა ეცი რომ მე ეს ყველაფერი განცდილი მაგ და ამიტომ ჩემის აზრით ეს გადაცემა ძალიან ორგანულად უნდა გამოვიდეს, მით უმეტეს გელა დუმბაძესთან ერთად, იმიტომ რომ არ ვიცი თუ კი დღეს საქართველოში არის ვინმე უფრო მეტად ჩახედილი საემიგრაციო საქმეებში და დიასპორის საკითხებში, ვიდრე ამ დარგის ხელმძღვანელი საქართველოში. გელა პირდაპირ შეგეკითხები რა. ესე იგი საქართველოში ესე იგი მოხდა ინტენსიფიკაცია მიგრაციის უკანასკნელი მე-4 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო, განსაკუთრებით პოლიტიკურ მიზეზთა გამო, პოლიტ-ეკონომიკურ მიზეზთა გამო და ამ გაზრდილი იმიგრაციის ფონზე მე ერთი უმარტივესი შეკითხვა წარმომეშვა. ემიგრაცია, ანუ ჩვენი მოსახლეობის გასვლა ჩვენი ქვეყნიდან. კარგია, ცუდია თუ სულ ერთია, არაფერს არ ნიშნავს საქართველოსთვის. მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის ან მარტო კარგი, ან მარტო ცუდი. ამასაც თავისი მინუსები, პლუსები. პატარა ქვეყანა ვართ. ჭარბი ადამიანების გასვლა იწვევს გარკვეულ დემოგრაფიულ პრობლემებს, მაგრამ ამას აქვს პლუსები. იგივე გაჭირვების პერიოდში, რომელიც თქვენ ბრძანეთ და რის გამოც ეს ხალხი ბოლო 25 წლის განმავლობაში გავიდა, ამ ხალხმა გადაარჩინა მრავალი ოჯახი საქართველოში. კარგია რომ გადაარჩინა მრავალი ოჯახი. ალბათ კარგია, ხო? მათ რო არ გადაერჩინათ, ვინ გადაარჩენდა? მოდი ასე დავაყენო. გარდა ამისა, საქართველო გაიცნო ძალიან ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ უცხოეთში, იმიტომ რომ ჩვენმა ხალხმა, ვინც გაედინა, ემიგრანტებმა გაიტანეს ქართული კულტურა, ტრადიციები, გააცნეს სოფლიო საქართველო. კარგია თუ ცუდია? კარგია ალბათ ეგ. მაგრამ ავიც გაიტანეს. ავიც გაიტანეს, მაგრამ ეს ავი შეიძლება უფრო ჩანს, მაგრამ არის გაცილებით მცირე, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბოლო თვეებში უცხოეთში მრავალი ვიზიტის შემდეგ მე კიდევ ერთხელ დარწმუნდი, რომ კარგი უფრო მეტი არის. გადასარევი ეს პრინციპში მოსოლუცია მთელი ერისთვის. მოდი ჩავთვალოთ, რომ ემიგრაციას კარგი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ცუდი. საშუალოდ მოდელი. საშუალოდ. ერთგვარად არც იგივე არც აქ. კი, ჩემთვის იდეალური მოდელი და ყველა ჩვენგანისთვის, თქვენის მეთაურობით არის ის სიტუაცია ქვეყანაში, როდესაც ადამიანს საკუთარი ქვეყნიდან წასვლა არ უნდა. მაგრამ თუ გამოვავალთ იქიდან, რომ ეს მსოფლიო დაავადება, მსოფლიო ასე იგი როგორც გურულები იტყუდნენ, აღოღებულია, ასე ვთქვათ, დადიან. ესე იგი და რამდენი მილიონი ადამიანია ჰაერში ერთდროულად, ესე იგი დღეს, ვინ იცის, ხო, ძალიან ბევრი. სადღაც მიდის. ხო, და ამიტომ ჩვენ ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვთქვათ, ქართველიც ამოძრავდა და დადის. მიხედავთ რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებისა სამშობლოში და სიმწვავის ამგზნობის, ხომ? მაინც ესე იგი დავდივართ, მაგრამ ამას მე იცი როგორ ახსენ და გამისწორე რა თუ სწორი არ ვიქნები. ადამიანი არის თავისუფალი, ხო? და ვიცხოვრობს იქ, სადაც უნდა და სადაც ეცხოვრება. საკუთრესი არის. ხო. არის თუ არა ეს მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რბილად და ნორმალურად შევხედოთ ემიგრაციას. გეთანხმებით. ჩვენ არის მომენტები ძალიან ექსპრესიულად განცდით უყურებთ ამას და ნეგატიურ ჭრილში. ამას მე ვერ ვიზია. ამის განმარტება მინდა რა, იმიტომ რომ ბევრს ტკივა რაღაც ეს საკითხი. კი. აქ ბევრი მომენტი არის ჩადებული. ბევრი ქვეყანა
ყოველთვის იყო იმისი ფონი, საიდანაც ხალხი მოძრაობდა ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში და მე ისინი ამაში ტრაგედიას ვერ ხედავთ. ჩვენ ხო ქართველები ვართ. პლუს ჩვენ ვართ პოსტსაბჭოური სივრცის პროდუქტები ფსიქოლოგიურად. და ამაში ვხედავთ კიდე, აი რომ მე მინახავს ხალხი რომ რას მიკეთებს თავრობა მე რომ დავბრუნდე 85 წლის ქალბატონს აქ თქვა. 7 შვილს ამეტი თქვა. 11 შვილსო უგზავნიდიო წლები აქიდანო ფულსო. როდის დამასაქმებს თავრობა რომ დავბრუნდე და ამ დროს დარბაზში ადგა ადამიანი სხვა თაობის წარმომადგენელი მე ძალიან გამიხარდა მითხრა რაშუაშია მთავრობა იმ შენი 11 შვილიდან ერთს მაინც ინდისი უნდა ქონოდა რომ წაიყვანე საქართველოში და ბუხართან დაესვიო რა. ზაზე გული საბაჭოებელი. ხო რაღაც ეგეთი პასუხია. ელე რამდენი ბოლოს რამდენი ქართველია წასული ქვეყნიდან. ემიგრაციაში რამდენი? თანამედროვე დიასპორას ვეძახით ჩვენ ასეთი გაგება არის, რაც ზუსტი დეფინიცია შეიძლება არ არის ბატონო გზამა. დაახლოებით ითვლება რომ არის 1.5 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეოთხედი ქართველი არის გასული. 1.5 მილიონი ახალი ემიგრანტი. ახალი დიახ და რაც შეეხება ისტორიულს ესე იგი ეს თურქეთში მე ვფიქრობ რომ არის 2 მილიონამდე ფერედანში 300.000 და დაახლოებით 1.25.000 არის მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რამდენი ადამიანი მეტყველებს ქართულად და საქართველოს ჩათვლით თემსოფლიოში? მაგაც არ არის ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ მე ვფიქრობ დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი. მეტი არ იქნება 4 მილიონია სულ. მეტი არ იქნება, იმიტომ რომ ქართული ენით მეტყველება ეს არ არის მარტი. მე აქაც მინახავს ხალხი რომელიც საერთოდ არ წასულა. არ გამختარა ემიგრანტი, მაგრამ ისინი ვერ მეტყველებენ. ვერ მეტყველებენ. და საშუალოდ მოდი 4 მილიონი ადამიანი. აი გელა თუ არის ტექნიკური საშუალება რომ დაითვალოს ზუსტად ესე იგი რამდენი ქართველია სოფლიოში? რთულია ამ შეკითხვაზე პასუხს გაცემა. არის ხო მონაცემები ტარდება აღწერა, მათ შორის დაუშვათ თბილისში მიდიან კონკრეტულ მოსახლეებს, ეკითხება რამდენი ადამიანი ყავს უცხოეთში. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელსაც არალეგალი ყავს იქ შვილი, იტყვის რომ იქ ყავს. ანუ ზუსტი მონაცემები არ იქნება, მაგრამ ისევე საყოველთაო აღწერა არის ერთ-ერთი საშუალება და თუ იქნება მომავალში ამის სპეციალური სახსრები, შეიძლება დაუშვათ შეიქმნას რაღაც ჯგუფი, რომელმაც ადგილებზე შეისწავლოს ეს მომენტები. აღწერა როგორ ხდება თქვენ ჩვენად მოგეხსენებათ ბატონო გზარო. კანონმორჩილი მოქალაქე ცივილურ ქვეყანაში ევროპაში მიდის, როცა სხვა ქვეყანაში ჩადის, საკუთარი ქვეყნის საელჩოში დგება აღრიცხვაზე და ეს არის აღწერის ერთ-ერთი ცივილური საშუალება. ჩვენები იმის გამო რომ ძალიან ბევრი არის არალეგალი, ამას არ აკეთებენ და იგივე საელჩოებს სამწუხაროდ აქვს დაუშვათ ისეთი იმიჯი რომ მათ დამატებით პრობლემები შექმნიან. ანუ მე საჯაროდ მინდა გავაცხადო რომ საქართველოს საელჩოები მოწოდებული არის იმის რომ მათ მოეფერონ, დაეხმარონ და ასე შემდეგ ეს არის ქართულთა სახლი. ანუ არსებობს ესე იგი ეს საქართველო რომელიც აქ არის და არსებობს ის საქართველო. არსებობს. და ცხადია რომ ემიგრაციის პირველი ტალღა მაინც ცხოვრობს ქართულით, ქართული სიტყვით, ქართული სიმღერით, ქართული ცეკვით, ქართული განათლებით და ასე შემდეგ და არის ეს მონატრება მაინც იმ პირველ ტალღაში. მაგრამ რა უბრალოდ მეორე ტალღას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ უეჭვალთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა თუ კი არსებობს ეს საქართველო და ეს საქართველო მაშინ მათ შორის ორგანულ კავშირს აქვს ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მე ასე ვიტყოდი და ცხადია ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შეიქმნა ის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური, რომელსაც ჩვენ მეთაურობ, ხომ? დიახ. და გამოგებინა, არსებობს კიდევ სხვა რამ მიზეზი. აი ჩამომიყალიბე მიზეზი, რატომ შექმნა სახელმწიფომ ეს სამსახური და რატომ გასწია ეს ხარჯი, თუმცა დარწმუნებული ვარ ხარჯიც არ იქნება ძალიან დიდი. ბატონო, ბოლოდან დავიწყო. ხარჯი არის მოცემულ შემთხვევაში, რომ გავითვალისწინოთ ლარის ტრაგიკული ამბები. რეალურად არის $600,000 წელიწადში. გაჩერდა. ეკვივალენტი თანხა. $600,000 ყოფილა ბიუჯეტი დიასპორის სამინისტროს. დიასპორის სახელმწიფო სამსახურის, რომელსაც გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს. $600,000. აზერბაიჯანს რამდენი ექნება? ან სასუნხეთს? სასუნხეთს აქვს $3 მილიონი. თურქეთს აქვს $100 მილიონი, აზერბაიჯანს უფრო მეტი. თურქეთს აქვს 100 და აზერბაიჯანს უფრო მეტი, რამდენია ეს მაინც ძალიან მაინტერესებს დაახლოებით. სხვადასხვა ციფრები სახელდება, რომელიც იგივე თურქეთის მაგრამ 100 მილიონზე მეტი აღემატება კი. ახლა რაღა დაგჩენია შეგშურბეს, მოდი მეტი არაფერი. მაგრამ მე მინდა გითხრათ, როცა გვაქვს ვიზიტები გაცვლით და ჩამოვიდა იგივე თურქეთის სამსახურის ხელმძღვანელი,
გვაქვს კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანის სომხეთთან, მათ უკვირთ ის მექანიზმები, რასაც ჩვენ ვამუშავებთ ამ სახსრების მქონე სამინისტრო. იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მუდმივად ქართულად, გურულად თუ გინდათ ვიყოთ კრეატიულები, მოვაწყოთ ფორუმები, გავაკეთოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც დაუშვათ კეთდება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და ჩვენი სხვადასხვა დონორების. ეხლა არ ჩატარდა 2 კვირის. ჩატარდა 2 კვირისი, ჩატარდა ეს დიასპორის დღეების პარლებში 27 მაყურებელს. მე ვესწრებოდი და აი ძალიან დიდი შტაბეჭდილების თქვენ დავჭი გადაჭარბების გარეშე. დიდი მადლობა. იმიტომ რომ ისეთი ემოცია არსა და არც ერთ ოფიციალურ რაღაც კონფერენციაზე თუ ფორუმზე მე ესეთი ემოცია არსა და არ მინახია. რაღაც ისი ყველა გამოსვლა იყო რაღაცნაირად ნამდვილი ჩვენისაც და უცხოელისაც. და თითქოს რაღაც მართლა ქონდა ორგანული სწრაფვა რაღაც მიზნისაკენ. როგორ ეს ვინ გააკეთა თქვენმა სამინისტრომ, ხო? მათ შორის ჩვენ. როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება? ფილოსოფია არის ეს. ჩვენ წელს ჩავატარეთ, ერთ რამეს მივხვდი, რომ ადრე როგორ ტარდება, ძალიან კარგია. კონცერტი, ჩვენებურები, ყველაფერი, ჩამოდის ხალხი, ანსამბლები, ემოციები, ყველა. ჩვენ გავაკეთეთ წელს უნივერსიტეტში, სადაც თქვენ ბრძანდებოდით, პირველი პროფესიული დიასპორული ფორუმი. ანუ ამოსავალი წერტილი რა არის? რა, ინგლისურად იტყვიან ხოლმე follow up, გაგრძელება, განგზობითობა ამ ფილოსოფიის. ჩამოვიყვანეთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ჩვენები, უცხოეთიდან მარტივად ვეთქვი მაყურებელს. ჩამოვიყვანეთ ექიმი, დავახვედრეთ ექიმი. ჩამოვიყვანეთ არქიტექტორები, მშენებლები, დავახვედრეთ შესაბამისი პროფილის ადამიანები. მედია წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ. ჩამოვიყვანეთ ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები. ჩამოვიყვანეთ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები, ანსამბლების ხელმძღვანელები, დავახვედრეთ შესაბამისი პროფილის ადამიანები. თემის გაუზიარე შენი გამოცდილება. ჩამოყვანა რას ნიშნავს? ფული გადაუხადეთ გზის და მათ შორის ნაწილს გადაუხადეთ გზის და სასტუმროს და კვების ფული. კი, გქონდა ბატონმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოყო თანხები საამისოდ და მთავრობამ დაგვიდგა, მთავრობა ჩვენი კოლეგები დაგვიდნენ გვერდზე, ჩვენ ფიქრობ ჩავატარეთ ღირსეული ფორუმი. სამდღიანი. მაგის მოწვე მე ვარ, მაგრამ მიზანი მიღწეულია თუ ჯერ არ იგრძნობა? მიზანი არის პროცესი. მოდი ასე ვთქვათ, მიზანი რა იყო? ამ ხალხის ჩამოყვანა თავისი პროფესიული ნიშნით, გაზიარება სამშობლოსადმი იმისა, რაც საკეთებს. თითო ჯგუფს ყავდა თავისი მოდერატორი, მათ აქ დავალება, რომ ეს საქმიანობა მომავალშიც უწყვეტად განაგრძოს. შეავსოთ ეს პროფილური, პროფესიონალური ჯგუფები და ვიმუშაოთ კონკრეტიკაზე. აი დავუშვათ ექიმები ყავდა ჩამოყვანილი, მათ ისაუბრეს პრობლემატიკაზე, როგორც არის ბავშვთა მკურნალობა, გუსის ზართვა დაავადებები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროცესები. ჩვენ ხვალდაზე მათ გავიცანით რა ეს ცხოვრებაში, რეალურად ლაივში როგორც იტყვიან, ვეთქვით, მოდით ძვირფასებო, გადავიდეთ კონკრეტულ საქმეებზე, აი თქვენ და თქვენ. იქნებ თბილისში ჩაატაროთ უფასო ოპერაციები, ან საბერძნეთში სადაც ჩვენ დიასპორას უჭირს, ან იტალიაში გავაკეთოთ მასტერ-კლასები და ასე შემდეგ. ანუ ასეთი დავალება ამის განგზობითობის რეალურად ცხოვრებაში წარმოშენის აქვს მიცემული ჩემ თანამშრომლებს, რომ მათი საარსებო პორია ამის მედიის სექციაში ვიყავი და გამოვედი და ძალიან ბევრი მწვავე გამოსვლა იყო სხვათა შორის. ძალიან საქმიანი ბევრი გამოსვლა. ერთადერთი ვინატრებდი, რომ ამ მედიის სექციაში ყოფილიყო ყველა მედიის წარმომადგენელი და კარგად გაეგონათ იქ რა ითქვა, ეს ნამდვილად სასურველი. ძალიან კარგია, თქვენ ხო იყავით სექციის წევრი. და განავითარეთ ეს იდეები ჩვენ, შეგიქმნით ატმოსფეროს, შეგიქმნით სამუშაო მინდორს, როგორც იტყვიან, დაგახმარებთ ყველა ჩვენ არაფორმალურად გეუბნები რა. თუ ეს საჭიროა, თუ მე შემიძლია რაღაც გაკეთდა, პირდაპირ აი საჯარო გადაწყვეტილებას გავაკეთებ სიამოვნებით ამას. ახლა ერთი რაღაცა. ეს კერძო მიზანი გამაგებინა ძალიან კარგად მივხვდი, ფორუმის მიზანი. აი რა არის ძირითადი მიზანი? საით მივდივართ? რატომ არსებობ? შენი სამსახური შემოგელა. რას მივაღწიოთ? რას უნდა მივაღწიოთ იდეალში? კი ბატონო. ჩვენი სამსახურის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ეროვნული თვითყოფადობის, ენის კულტურის შენარჩუნება უცხოეთში. ჩვენი დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით და ყველას მიმართებით არის ნაგულისხმები. და ასევე ჩვენი დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის აღშენებლობის პროცესში. ამაზე მუშაობთ. შესაბამისად უგზავნით მეთოდურ ლიტერატურას, მხატვრულ ლიტერატურას, სამსაკვირაო სკოლებს, როცა საშუალება იყო უგზავნიდით ანსამბლებს, დაუშვათ ინსტრუმენტებს, ჩოხებს, სხვადასხვა მიმართულებით, ვაკეთებთ ნოვაციურ პროექტებს, როგორც არ დაუშვათ ონლაინ სკოლაზე ვცდილობთ რომ გაკეთდეს, აქედან რომ მოხდეს სწავლება ლაივში ისე. სხვადასხვა ესენი გვაქვს პროექტები ამ თვალსაზრისით, რომ იმ ხალხმა ეს ყველაფერი არ გაანელოს. ეგ კონდეს პირობა, რომ დაუშვათ იქ სურვილებს ასწავლოს ქართული ენა, ოჯახში გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები და ყველაფერი. და პლუს ამ ფორუმებს ის აზრი აქვს, რომ
უთხრათ ამ ხალხს, შენი გამოცდილება, შენი განცდები, შენი პროფესიონალიზმი შენ ქვეყანას ჭირდება, ამიტომ გეძახი. კონდეს ამისი განცდა მუდმივ კონკურსებს ვაკეთებთ, გაუზიარ გამოცდილება სამშობლოს, დავაჯილდოებით კიდეც ხალხი, ხო? აი სტუდენტი სადღაც არის მე-4 მე-5 კურსზე სტომატოლოგიას სწავლობს, არქიტექტურას, ფილოსოფიას, გააკეთეს თემები. შეიძლება ეს არ იყოს რაღაც ახალი ვეფხისტყაოსანი, მაგრამ კარგია, რომ იმ ადამიანს კონდეს ჩადებული, კარგი გაგებით ჩიპი, რომ შენ სამშობლოს რას უკეთებ. როგორ ეაზრებ, როგორ უზიარებ იმ გამოცდილებას, ან რადგინდა ეს გამოცდილება, იქ რო დახარჯო მარტო. წავეკითხე ის წიგნის სხვადასხვა ემიგრანტის წერილი და როგორი აქცენტებია გაკეთებული, ნეტა ყველა შეეძლოს ამ წიგნის წაკითხვა. იმიტომ რომ ეს ხო მარტივი მოვლენა არ არის, ემიგრანტი არის ურთულესი მოვლენა, განსაკუთრებით თუ ეს ასე ვთქვათ ქართველია. ძალიან კარგია და ჩვენ აი ეს გამოცემა რავს ემიგრანტის წერილები თქვი, სხვა გამოცემები. ვცდილობთ პარალელურად ჩვენი საქმიანობის აკადემიურად მიუდგეთ ამ საკითხებს და ველოსიპედი არ გამოვიგოთ. დღეს მე სტუდიაში მოგიტანებ და გადმოგცემთ ჩვენი ნამუშევარი სახელმწიფო და დიასპორა საერთაშორისო გამოცდილება. აქ არის 10-მდე ქვეყნის, როგორიც არის პორტუგალია, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი და ასე შემდეგ, გამოცდილება, როგორ მუშაობენ დიასპორების მიმართ, როგორ ეხმარებიან დიასპორულ ორგანიზაციებს, რა ფილოსოფიას აწარმოებენ ისინი და ამას ჩვენ ვსწავლობთ მეცნიერულად, რომ მიუდგეთ უფრო ფუნდამენტალურად. ეხლა გამოცემისთვის მზად არის ასევე დიასპორული საინვესტიციო მექანიზმები, ეს სხვა თემა არის, სადაც ჩვენ დიასპორულ გზავნილებზე ვსაუბრობთ, დიასპორულ ობლიგაციებზე და ასე შემდეგ. თავაზობთ საზოგადოებას. ეს არ კეთდება ერთ დღეში და ორ დღეში. ეს არის ახალი ფილოსოფია, რომ გარდა დაუშვათ შემოქმედებისა, გარდა ენობრივი კულტურის შენარჩუნებისა, ჩვენ სხვადასხვა თემებზე საუბრობთ, რომ ამათი ჩართულობის ხარისხი ჩვენი ძვირფასი თანამემამულეებს, რომელთა ცხოვრებას მე ყოველთვის ვადრი სოციალურ გმირობას არ იყოს როგორც დაკარგული პოტენციალი და განყენებულად აღქმადი. გავიგე გეოდეს დავუშვოთ. მოდი ჩავთვალოთ ჩვენი ნასაუბრები აქამდე ერთგვარ რომანტიულ ელფერად დიასპორებისა და ემიგრაციისა, მაგრამ მოდი ცოტა გავამწაროთ ეს. გავამწაროთ. აი სანამდე გეყოფა აი ეს მცდელობა და ეს ძალისხმევა, რომელიღაც თაობაში ეს ხო შეჩერდება. მაშინ რაღაც ვწვალოთ. აი ეს ძალისხმევა რაც საკეთებ. ენა არათაშვილის ენა ხო უყალოდ ხომარ ჩაივლის პატრიოტიზმი შეგრძნებები ეს რომანტიკა საქართველოზე ოცნების და ფიქრის და დამასაფლავეთ ჩემ სამშობლოში და ეს ყველაფერი გათავდება მეორე მესამე თაობაში 100%-იანი. მაშინ რაღაც საჭიროა წვალება. გეტყვით. ჩემს მოსწრებას. ჩემი კოლეგა იყო თურქეთში ჩემი ვიზიტის შემდეგ ჩამოსული ესე ქუდრეთ ბულბული, რომელიც იყო ამხელა თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს დივანი. თავის ფილოსოფიას მომიყვა რა. 20 წლად დაყო დიასპორის მოძრაობა უცხოეთში, ან თურქები მოგეხსენებათ რამდენი არის. პირველი 20 წელი ეს ხალხი წავიდა სამშობლო გულის ტკივილი დიდი გადმორიცხვები. სხვა შორის დღესდღეობით $1.5 მილიარდი არის დიასპორული გადმორიცხვები საქართველოში. რაც არის ჩვენი მუშპ-ს ამ მთლიანი შიდა პროდუქტის 8-12%. ამეთ საუბარ ამას გექნება საუბარი. რას ვახსენებ? თურქებიც რიცხავდნენ პირველი პერიოდი. მეორე პერიოდში, მეორე 20 წელს როცა მოვიდა უკვე პირველი დიასპორალის შვილი, იქ შეწყდა ასეთი მოცულობით. მესამემ საერთოდ შეწყვიტა. მაგრამ მეორე და მესამეში გამოჩნდა ახალი პრობლემა, მათ თურქული ენა დაივიწყეს. მაგრამ როგორც ბატონი ქუდრეთ ბულბული ამბობს, ამასობაში თურქეთი როგორც სახელმწიფო გაძლიერდა. ესენი დღეს ყველაფერს უკეთებენ მათ, რომ ასწავლონ თურქულ უმაღლეს სასწავლებლებში, გადაუხადონ სწავლების ფული, რომ არ დაივიწყონ ეს ენა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული მრავალი პროცესი, რომელიც ერთ სიტყვაში განხილვა არ შეიძლება. აქ არის სახელმწიფო, მისი სიძლიერე, ნოსტალგია, განათლება, ხელშეწყობა, ფაზების და შესაძლებლობის მიხედვით. რაღაც იმედი შტამინერგი, ანუ ამაო არაფერი არ არის, ფუჭად არაფერი არ ჩაივლის. ანუ ეს ძალისხმევა, რომელიც ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული, ცხადია რომ რაღაც მიზანს ახსენებს, უსურია. აი მითხარი, იმის შემდეგ, რაც ეს სამსახური შეიქმნა, მიზნები მიღწეულია უკვე მივახციეთ, რასაც გვინდოდა იმას თუ არა. პროცესია. ეს მეორეჯერ ვახსენებ ამ სიტყვას. ეს არის პროცესი. მიღწეული მიზანი ძალიან იშვიათი არის ამ სფეროში. ეს გაგზავნითი პროცესია. მორჩა დაუშვათ ემიგრაციის პროცესი, არ მომჩარა. არ მორჩენილა, გრძელდება რაღაცა. ესეც პროცესია ჩვენ, ესეც ძალისხმევის ნაწილი არის. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ის დეტალები, ის ნამუშევრები, კონფერენციების სტილი, ჩადებული ფუნდამენტალური ხედვები
განგზობითობას პოვებს უკვე შემდგომ თაობებში და ექნება, იმიტომ რომ მე ერთი ამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევეცადეთ მაინც და ჩვენ გულწრფელები ვიყავით ჩვენს მცდელობაში. კიდევ ერთი რამ. აქ ცოტა ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება მჭირდება. აი ჩვენ ყოველთვის გვესმოდა გელა ის რომ აი ქართველს უჭირს სხვა მიწაწალზე ცხოვრება. ქართველთვის ეს ძალიან ძნელია, ენატრება, იტანჯება ემიგრაციაში და ამიტომ არის რომ ქართველი არ გადის. მაგრამ როგორც კი გაიხსნა გზა, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაინგრა, აღმოჩნდა რომ ეს წარმოდგენა, ასე ვთქვათ, ქართულ ემიგრაციაზე და ქართულ შეგრძნებებს ემიგრაციის მიმართ რაღაცნაირად ამოყირავდა, ისე ამოტრიალდა მთლიანად. ხო და რამდენად ჭეშმარიტია ეს დახასიათება ქართველისა? მე რაც მინახავს, მოგვიხსენებათ, რომ 4 საათში მუშაობდა 12 წელი გავაწყარე უცხოეთში. ხა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს სად დიპლომატის ცხოვრება და სად დაუშვათ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ყოველდღიური პურის შოვნაზე ფიქრობს და ოჯახის შენახავს, მაგრამ ბევრი რამ ხო საერთოა მაინც. დაუშვათ უმზეოცა უცხოეთში. ქართველები ნაკლებად ვითანთ ამას. ნოსტალგია ყველას აქვს, ხო? განცდილი მაქვს. მინახავს ეს ხალხი როგორ ცხოვრობს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ერთნი ვიყავით. არის ამას ჭეშმარიტების მარცვალი და მე მიხარია რომ ქართულ დიასპორას ერთი იდეა აერთიანებს 100 წლის მერე, მაგრამ ყველას უნდა საკუთარ მიწაში რომ დაიმოწმოს. ერთი სასაცილო ამბავი გითხრა. ამასენად ამერიკაში ყოფნის დროს ერთი ქართველი მეუბნება რომ აიო ამერიკაში რო ვიცი ჩაცმა სულ არ მაინტერესებსო და ყველაფერს ყიდლობ, იმიტომ რომ თბილისში ჩავიცვა და გავიარო. რას ნიშნავს ეს რა ნათქვამია ვერ გავიგე. ფილოსოფია ჩარჩელინო დაუშვით აი აქ საჩაცმას დახურვას პერსონალიზაცია ხდება რა ის ხო წავიდა ას არ აქვს უფლება რომ დაგლეჯილი ჯინსებით ჩამოდი იმან უნდა აჩვენოს აკაურებს უბნელებს რომ ის წარმატებული ადამიანია რომ შედგა როგორც პიროვნება ეხლა დროა რეკლამაზე გავიდეთ მოგვიცადეთ არც დარწახვიდეთ არ გადართო